მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით, ნათესავებო მოყვასო. დღეს ძალიან ვღელავ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრი უნდა მოგაწოდოთ და თან დღევანდელი გადაცემა იქნება აქედან გამომდინარე შემოკლებული, რათა უფრო ყურებადი იყოს, უფრო ნახვადი იყოს, გნებავთ ტელეეთერში, გნებავთ სხვადასხვა რესურსებში. და მე მინდა რომ ერთად ვიმსჯელოთ ამ თემაზე, უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩემი აზრით, საქმე ეხება ენათა მოძრაობას, ენათა მეზობლობას, ქართულ ენათა რაოდენობას, არა ქართველურ, არამედ ქართულ ენათა რაოდენობას, მათ დაბადებას, მათ მოგზაურობას და ასე შემდეგ. ერთი დიდი ბედნიერებაა თანხმობა, ერთი დიდი ბედნიერებაა ერთობა, რაც ყოველთვის ხილულად აძლიერებს ჩვენ ერთს, ჩვენ ხალხს, ჩვენ საზოგადოებას და კიდე კარგი ერთობა არსებობს და თანხმობა არსებობს იმაში, რომ ეს ქართული ენები შესაბამისად ულამაზესი, უძველესი, მე არც ერთ ენას არ ვწუნობ, როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს, უფრო იგი ამბობს, მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, შესაბამისად დიდებული ფასეულობათა ზღვა თითოეული ენა, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ არის მრავალი, არა ერთი და არა ორი 1000 წლეულის, არამედ გაცილებით უფრო ძველი და შესაბამისად ამიტომ და თავისი სიმდიდრის გამო ქვიათ მათ ენები. თორე კიდევ კარგი აი ღვთისწყალობაა ჩვენთვის, რომ შეთანხმებული ვართ, რომ ეს ერთი ენათმეცნიერები შეთანხმებულები არიან, რომ ეს ერთი შესაბამისად ფუძიდან არის, ერთი საფუძვლიდან არის, ერთნაირი ძალიან ხშირად ერთნაირი სემანტიკა აქვს, ერთნაირი გრამატიკული ნიშანთვისებანი აქვს და ამას წყალი არ გაუვარათ, ჩვენს კიდევ უფრო იმის და მიუხედავად, რომ მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი 99%-იანი ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ ყველანი ერთი ერი ვართ, ეს კიდე ერთი ნიშანია იმისა, თუ რამხელა საერთო არის ჩვენ შორის ნებისმიერ კუთხეში და ასე შემდეგ და ეხლა მე მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დაგისვათ, ნებისმიერ თქვენთაგანს და ჩემ თავსაც დავუსვა ეს კითხვა რა და ვიმსჯელოთ ამ თემაზე რა. ეხლა გვაქვს აი დიდებული შესაბამისად სვანური, დიდებული მეგრული, დიდებული ქართული და დიდებული ლაზური ენები, ხო? შესაბამისად კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეჭვი არ გვეპარება თავისი ფასეულობებით, თავისი სიტყვათა სიმრავლით და შემადგენლობებით, ესენი არიან 20 საუკუნის ენები, მე შეიძლება 30, შეიძლება 35, შეიძლება 40 და შეიძლება 50 ზოგი. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ერი მაშინ იბადება რა რიცხვიც ეხლა მე ვთქვი 50 საუკუნე წარღვნის შემდგომ ჩვენ ვისაუბრეთ მე და ჩემმა მეგობარმა გეგამ ვისაუბრეთ ფუძეერზე, ფუძეერის საცხოვრისზე და აი ჩვენი ერი აი აქ იბადება, აი ამ ადგილას მოგეხსენებათ ესეთი განლაგება არის, ეს არის შესაბამისად ვანის ტბა, მაღლა არის სევანის ტბა, ურმიის ტბა, იქით და ეს არის ფუძეერის საცხოვრისი. მოდით აი ესე ჩამოვუსვათ აი ტრაპიზონის დაბლა ორეთის ზღვამდე, ანუ შუამდე ხმელთაშუა ზღვამდე და აი კასპიის ზღვიდან, ასე ვთქვათ, ურმიიდან ესე ჩამოდის, სევანიდან ჩამოდის და აქ არის მეორე კარდუს მთა, მეორე ქალდეა, ერთ-ერთი ქალდეა. ეს არის საზღვრები და ეს ახსნილიც არის, მოცემულიც არის ეს ტერიტორიები, როგორც თარგამოსის ქვეყანა და თარგამოსის ქვეყანა რამდენადმე ზუსტად და ლამაზად ემთხვევა ფუძეერის საცხოვრის და ჩვენი ერი აქ დაიბადა 50 საუკუნის წინ, ფუძეერი, ეგრეთ წოდებული ფუძეერი და ამ ფუძეერში შესაბამისად ჩვენ მე და გეგამ მცირე რეზიუმე რო გავაკეთო, უკვე ვთქვით, რომ არის სამი ოჯახი. ერთი არის ქართლოსის ეგროსის ოჯახი, იმათი შთამომავლები, ვინც ახლა შესაბამისად უმრავლესობაში ვართ, ასე ვთქვათ, ჩვენი ერისა. ასევე არის ნებროთის ოჯახი,
რომელიც ქართლის ცხოვრებიდან გამომდინარე წმინდა კაცია, წესიერი კაცია, ბიბლიიდან გამომდინარე მეფე კაცია, ღვთისგან კურთხეული კაცია და უამრავი ლიტერატურიდან გამომდინარე გენიოსები რო წერენ მეორე, მესამე საუკუნისა და მე-18, მე-19 საუკუნის გენიოსები, აკადემიკოსები რო წერენ არ მყოფი ბაბილონის გოდოლში და არ მონაწილე შესაბამისად წარმოიდგინეთ რა ფასეულობების მქონე ადამიანია ნებროთი და მისი შთაომავლები არიან ჩვენი სახელოვანი მეფეები ერთი კი არა 10 შესაბამისად და მესამე უეჭველი ეს არის მაცხოვრის ხაზი მაცხოვრის აღმა დავითის ხაზი აბრაამის აღმა ასე ვთქვათ ეს არის ებერის ოჯახი, ეს არის რაგავის, ფალეკის ოჯახი, რომელთა დროსაც მიმდინარეობდა ხილულად, ბიბლიურად, დოკუმენტურად ამ ბაბილონის გოდოლის მშენებლობა და არც ესენი არ არიან ნამყოფი და აი ამ სამმა ოჯახმა შეადგინა ეს ერი ფუძეერი და მე მინდა ნებისმიერ ადამიანს ვთხოვო რა აი მუხლებში ჩავუვარდე რომ შესაბამისად ისეთი დიდი მოდგმა როგორიც არის აი ეს მოდგმა აბრაამის ხაზი აბრაამამდე მაინც აი აბრაამს თუ მაინც შესაბამისად იტაცებენ და იტაცებენ ჩვენი მეგობარი და ერთ-ერთი უძველესი ხალხი ებრაელები აი რაგავი და ფალეკი და არფაქსადი და სალა და ებერი მაინც არ ჩათვალოთ ებრაელებად ხო გამიგეთ რის თქმა მინდა და ასევე მაგალითისათვის არ ჩათვალოთ სპარსად ნებროთი რა და ნებროთის ოჯახი და ხუსი მამამისი ქუში ანუ ასე ვთქვათ და აქედან გამომდინარე ვერც თარგამოზზე ვერ ვიტყვით ქართველს გამიგეთ აი ამ ხალხებზე აი ამ ოჯახზე უნდა ვთქვათ რომ ესენი არიან ფუძეერის ხალხი და უკვე შესაბამისად იქიდან მერე ზოგისა რა თქმა უნდა ბაბილონის დაქცევის მერე უამრავი ადამიანი გაიტყორცნა აქედან უამრავი ერი უამრავი ხალხი გაიქცა გადაიხვეწა ზოგი 10,000-ობით კილომეტრზე წარმოიდგინეთ იქით აქეთ 4-ვე მხარეს შეიძლება ითქვას და შესაბამისად ვინც დავრჩით ვიყავით ერთი ერი როგორ შეიძლება მაგალითისათვის კიდე ერთხელ გეუბნევით რომ აი აბრაამის ოჯახს რომელიც ფუძე ერში ცხოვრობს აბრაამის მაღლა რომელიმე ერი ვუწოდოთ და აი ამ დროს უკვე მაგალითისათვის ყველანი ესენი არიან ფუძეერი და ესენი არიან ჩვენი უახლოესი ნათესავები და აქედან არის შესაბამისად ჩვენი უდიდესი და სახელოვანი მეფეების ბაგრატიონების ხაზი იცით თქვენ და სასაცილოა დასაცინია ის ადამიანი ვინც რადგან ამათი შთაომავალია ეხლა აბრაამის შთაომავალია ამ ადამიანებს ებრაელს დაუძახებს ხო დასაცინია რა თქმა უნდა და იგივე მაგალითისათვის ვახტანგ გორგასალს და მირიანსა და არჩილს როგორ შეიძლება ამ უდიდეს ქართველებს უდიდეს ქრისტიანებს რატომღაც რაღაცნაირად დავარქვათ ჩვენ არა ქართველი ესეთი სისხლის ადამიანები არიან ესეთი სამეფო მოდგმის ადამიანები არიან ესეთი წესიერი ადამიანები არიან ესეთი ხილული წარმოშობის ხალხი არიან და ესეთი დიდი ქართული საქმის მკეთებლები არიან და ვიღაცას ენა უბრუნდება და ამბობს რომ არ იყო ქართველი არ ვიცი აი გაუგებრობა მოდით ეხლა შესაბამისად ისევ იმ თემას დაუბრუნდეთ რა თემაზეც ეხლა დავიწყეთ საუბარი ეს 4 ენა როგორ ჩდება, სად ჩნდება და ერთი რიტორიკული კითხვა მინდა დაგისვათ, რომ აი გჯერათ თქვენ მაგალითისათვის აი წარმოვიდგინოთ, აი სამტრედია, აი ქალაქი სამტრედია და სამტრედიიდან სულ რაღაც 1 კილომეტრში, ხო, იქ ეგრეთ წოდებული ბათუმის გადასასვლელია სარკინიგზო და დაახლოებით 1 კილომეტრში იწყება სხვა ენა და შეიძლება ითქვას რა სხვა ეთნოჯგუფი და ასე შემდეგ და აი ესე იცხოვრეს იგივე მაგალითისათვის რაჭა და სვანეთი იგივე მაგალითისათვის აი სამეგრელო და გურია ესე რო ემიჯნებიან ერთმანეთს ხო ვიცით რომ ეს ორი უძველესი ხალხი და უძველესი ქვეეთნოჯგუფი ერთმანეთს ემიჯნება და როგორ შეიძლება ესეთი განსხვავებული ენები ქონდეთ აი ესე თანაცხოვრების შემთხვევაში შესაბამისად წამოვაყენებ ესეთ ჰიპოთეზას ამ ეტაპზე ჰიპოთეზა დავარქვათ და შემდგომ შესაბამისად უკვე განვიხილოთ ძალიან გთხოვთ თავიდანვე ნუ დამძრახავთ ვისაუბროთ ამ თემაზე და ვიმსჯელოთ ამ თემაზე და სანამ ეხლა აი ამ ჰიპოთეზას გავშლი მე ანუ წინდაწინვე ვიტყვი რომ აი ეს ენები შესაბამისად აიდანღაც იქიდან კი არ არიან მოსული ტიბეტიდან და აფრიკიდან და ხმელთაშუა ზღვის მეორე სანაპიროდან და ასე შემდეგ
და დასავლეთ ევროპიდან როგორც ამას ბევრი ოროსანი ფიქრობს რომ და წამოგვაძახებს ხოლმე ჩაუხედავი ადამიანი რომ თითქოს პირინეებიდან მოვედით და აპენინებიდან მოვედით და ასე შემდეგ უმსგავსო და ჩვენაირი ერთადერთი ერი ვარ დედამიწაზე რომელიც არ დაძრულა რომელსაც აი ეს არ უბოდიალია დიახ არ უბოდიალია და ყოველთვის ერთ ადგილზე ერთადერთი ერი ვართ ნები კიდე კარგი ჩნდება უკვე უამრავი ისტორიული წყარო და ამასთანავე ჩნდება დნმ და შესაბამისად კვალი და გაიხსნება უამრავი წყარო ძალიან მალე და ყველა მიხვდება რომ რომელი ერი საიდან არის წარმოშობილი და საიდან არის სად არის დაბადებული და ასე შემდეგ. ეხლა მე ერთი რიტორიკული კითხვა მინდა დაგისვათ რომ პირველი კითხვა ის იყო რომ წარმოგიდგენიათ რომ ეს ორი მომიჯნავე ქვეეთნო ჯგუფი და აი ერთი სოფლიდან მეორე სოფლამდე რო 2 კილომეტრია 3 კილომეტრია და სრულიად რაღაც დონეზე ეხლა ენათმეცნიერები კი ხვდებიან რომ ერთი ფუძეა და ერთი ენაა შეიძლება ითქვას მაგრამ ესე განსხვავებულ ენაზე საუბრობდნენ ეხლა მე ძალიან მიყვარს ჩვენი მეზობლები იქით აქეთ ჩრდილოეთში სამხრეთში და არის ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა რომ არის მაგალითად ერთი სოფელი ორი სოფელი და მისი მომიჯნავე მაგრამ ესენი კარგად გამიგეთ ხილულად ახალი ერებია შეიძლება 6 საუკუნის 7 საუკუნის 5 საუკუნის 4 საუკუნის და აი სვანი და მეგრელი მაგალითისათვის ჩვენ ხო ვიცით ეხლა გულზე ხელი რო დავიდოთ და რო დავფიქრდეთ ლოგიკურად რო ვიფიქროთ ისტორიულ დოკუმენტებიდან რო ვიაზროვნოთ და მოვიფიქროთ ესენი ხო არიან 20 25 30 40 45 საუკუნის ადგილობრივები და როგორ შეიძლება რომ შესაბამისად 1 კილომეტრში დასორებული ორი სოფელი ეს სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს ხო? აი რამ გამოიწვია ეს? ერთი თავიდანვე ვიტყვი რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. ეხლა დაიწყო შერყნა ჩვენი ენისა. იყო ერთი ეპოქა ენის შერყნისა დაახლოებით ეს იყო ვახტანგ მე-6-ის დრო და ვახტანგ მე-6-ემ და დიდმა სულხან-საბა ორბელიანმა გენიოსმა ადამიანმა და დიდმა მართლმადიდებელმა საოცრება გააკეთა აი ეს იყო შექმნა კომისია ვახტანგ მე-6-ემ და საკითხავ წიგნად შეიძლება ითქვას რომ შექმნა ქართლის ცხოვრება ახალი ქართლის ცხოვრება მოიძია უამრავი წყარო უამრავი დოკუმენტი და ვეფხისტყაოსანი გამოსცა ქართლის ცხოვრება გამოსცა თვითონ იყო მეცნიერი ძალიან დიდი ქიმიკოსია ძალიან დიდი მათემატიკოსია ძალიან დიდი ფიზიკოსია პოეტია მწერალია გენიოსი ადამიანი წიგნები გამოსცა და მანამდე ქართველები კითხულობდნენ სპარსულ ლიტერატურას შაჰნამე იყო პოპულარული ისეთივე პოპულარული სიტყვაზე როგორიც დღეს აი ახალგაზრდებში ნოდარ დუმბაძეა მაგალითად ხო ყველა კითხულობს ყველა სკოლის მოწაფე ასე შემდეგ მაშინ საკითხავი წიგნი ის იყო და უცებ გამოჩნდა და ამ დროს სულხან-საბა ორბელიანმა ლექსიკონი დადო კიდე და გაამარტივა ამის საშუალება და აი მაშინ ეს იყო ერთ-ერთი გადარჩენა ქართული ენისა რა მე როგორც ვფიქრობ და აი ალბათ არაბობის დროსაც იქნებოდა ესეთი დიდი დარტყმა და შესაბამისად წამოვიდა მაგალითად მე-10 საუკუნის პოეტია იოანე მინჩხი მარტვილელი კაცია ნახეთ რა ენაზე წერს ნახეთ როგორი დახვეწილი სალიტერატურო ენაზე წერს მეგრელი კაცი მარტვილელი კაცი ინჩხური არის სოფელი და იოანე მინჩხი რა პოეზია აქვს რა გრანდიოზული შრომები აქვს რამდენი დაიკარგა და რა სქელტანიანი წიგნია იოანე მინჩხის პოეზია ძალიან გთხოვთ იხილეთ რა შესაბამისად ალბათ მაშინაც იყო ერთი მაგრამ კარგად მე ან ჩაუხედავი ვარ და ან შესაბამისად არ ვიცი არ იყო უბრალოდ დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით და ილია ჭავჭავაძემ და იაკობ გოგებაშვილმა ხო აი თავიდან გადაგვირჩინეს ენა შეიძლება ითქვას თავიდან გადაგვირჩინეს ეს საოცარი ღვაწლი იყო მთელი თავისი ცხოვრება მთელი თავისი ფული მთელი თავისი შემოქმედება ჩადო იაკობ გოგებაშვილმა და ილია ჭავჭავაძემა მთელი თავისი ღარიბები წავიდნენ ამ ქვეყნიდან ვალებით წავიდნენ გრანდიოზული ვალებით წავიდნენ რომ შეეძლოთ რომ მილიარდელები ყოფილიყვნენ იმ ეპოქისა შესაბამისად და დახეული ფეხსაცმელებით ჩავიდა სამარეში იაკობ გოგებაშვილი და 100,000-ობით ბავშვს აჩუქა ფანქარი ქაღალდი და ასე გადაარჩინა ქართველი
ქართული ენა და აი ესეთი მუხტი ეხლაც ანალოგიურია, გადასარჩენია რა ყველას მინდა ვთხოვო რომ მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღებას ქართული ენის სიწმინდეს. დიდი ბოდიში სიტყვა გამექცა. შესაბამისად, აი ესე ვუფრთხილდებით ენას და ეს სამაგალითოა და ესე უფრთხილდებიან ენას მაგრალიცად მეგრელი დედები, სვანი დედები, ლაზი დედები, რომ ბავშვს ასწავლიან შესაბამისად ამ ენას და შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილი ქართული იციან და სრულყოფილი მეგრული იციან, სრულყოფილი სვანური იციან ერთდროულად. ეს ძალიან დიდი ფასეულობაა და მადლია და ცოდნაა. უდიდესი ცოდნაა ეხლა სვანური რო გეცოდინება 45 საუკუნის ენა, 50 საუკუნის ენა და გეტყვით რატოა ეს ენა ამ ხნისა რა. შესაბამისად გამოვრიცხოთ, რომ ერთად მაცხოვრებელი, ორი სოფელი, სამი სოფელი, აი საუკუნეების განმავლობაში ტოპონიმიანი სოფელი, ხევი, კუთხე, ხალხი, გვარი, ეთნონიმიანი, ქვეეთნონიმიანი, შესაბამისად ესე თანაცხოვრობს და სხვადასხვა ენაზე საუბრობს რა. ესეთი ჰიპოთეზა მაქვს მე, რომ ერთ-ერთი გვიან, ერთ-ერთი ადრე, მაგრამ 1000 წლეულების წინ, 30 საუკუნის წინ, 35 საუკუნის წინ, 40 საუკუნის წინ, 45 საუკუნის წინ მოხდა მოსვლა და ესე დამიჯნავება. როგორც ბიძაშვილი მიიღეს, ისე მიიღეს. შეიძლება რაღაც იყო 1-2 სამჯერ შეტაკება და ასე შემდეგ, მაგრამ 10,000 ჯერ და 20,000 ჯერ იყო ძმობა, ნათესაობა, შერეული ქორწინებები და ასე შემდეგ აი ამ ქართულ ეთნო ჯგუფებს შორის. ეხლა მე ესეთი მეორე კითხვა ესეთი იქნება რა. მეორე კითხვა ეხლა თქვენ ფიქრობთ რომ მარტო ეს 4 ქართული ენა არსებობს და არსებობდა და არ ქონდათ მაგალითისათვის ენა იმ გრანდიოზულ ერს მესხებს? აბა მითხარით რაიმე მესხურად, აი მითამესხს ავისი ენა თუ ქართულად ლაპარაკობდა? სალით იგივე ქართულად ისეთივე ქართულად საუბრობდა, როგორც პირველი 1000 წლეული საგეოგრაფიული ნაწარმოებები. კი, ყველა რო ერთ ენაზეა დაწერილი და ყველა რო ერთ სალიტერატურო ენაზეა, ეს დიდი ფასეულობა. ამაზე მისაუბრია. თუ მეგრულად ლაპარაკობდა, თუ სვანურად ლაპარაკობდა, თუ ლაზურად ლაპარაკობდა. უეჭველი იქნებოდა. ეს ჩვენ მაინც ხო ვიცით ეხლა რა, ისეთი ადამიანები ვართ რა, ჩახედულები ძალიან ბევრი და ჩვენ მაინც ხო ვიცით რომ ქართველები არიან. წმინდა გიორგიზი ამბობს გენიოსი ადამიანი და წმინდა ადამიანი და ტყუილის არმთქმელი ადამიანი წმინდა კირიონ მეორე საძაგლიშვილი რომ წმინდა გიორგიო არისო მესხიო და აი ამ ხალხს ენა ხო ჰქონდა ხო ექნებოდა ისე დიდ ერს როგორიც იყვნენ ეს გრანდიოზ ეხლა ერთ საინტერესო აი ჩამივარდა ზუსტად 4-5 დღის წინ ეს აი საჩუქარივით მოვიდა ერთმა ადამიანმა გადმომიგზავნა და შემდეგი ცნობები მომცა რაღაც დონეზე ეს წყარო თუ ლიტერატურა დასახვეწია შესამოწმებელია საინტერესოა და ვიფიქროთ აბა ამაზე აი წარმოიდგინეთ აქ რო არის აი ტრაპიზონი, ტრაპეზუნთა, ამერიკარი კერასუნთა, ამის ქვემოთ არის გრანდიოზული ქვეყანა, ულამაზესი ქვეყანა, სამშობლო ქვეყანა, ქალდეა ქვია. ქალდეა ქვია და დედაქალაქს ერქვა ჭანისა. დღევანდელი გუმიშხანე, იგივე არგიროპოლისი. ბერძნები ეძახდნენ თერას, ესე კარიბჭესავით არის, გასასვლელია და თერა მაგას ნიშნავს. არგიროპოლისი, ვერცხლის ქალაქი, გუმიშხანე, დღევანდელი, ჭანისა. აი ესეთი ულამაზესი ტაფობია, გრანდიოზული და აი გაოგნდებით რა, ეს არის 60 ეკლესიაა ესე, აი ერთ სიახლოვეში და ადამიანს რო ვაჩერებ, რო ეკითხები დღეს, აი 2020-იან წლებში, 2010-იან წლებში, მე ვარ ამისი თვითმხილველი. მე ვარ ამისი თვითმხილველი და ჩემთან ერთად იყო 20 ახალგაზრდა. ექსპედიციაში ვიყავით, ექსკურსიაზე ვიყავით, შესაბამისად და აი ყველას ვისთანაც შეიძლებოდა ამ კითხვას ვსვავდით, რომ ვინ ახარ ეროვნებით და მე რო ჩავეძიებოდი, დიახ, ხალიდი, ხალდი, ქართლი, აი რაღაცა ესეთი სიტყვებს ამბობენ, გამიგეთ? და მე შესაბამისად გიხსნიან, რომ ეს იყო ხალდეა და ხალდეველი ვარ და ასე შემდეგ და ჭანეთია, ქალდეა. საოცარი ქვეყანაა და ნახეთ იქ გაიარა მე
17 საუკუნის პირველი ნახევრის, აი ესე შუა ნახევრის, შუა პერიოდის კაცია, ევლია ჩელები და მან გაიარა აქ და შემოიარა მთელი ანატოლია აქ შემოვლილი და საოცარი წყაროები დატოვა ამ ადამიანმა და ინფორმაციები და იქ ადამიანმა რაღაც ენაზე დაილაპარაკა გამიგეთ, რაღაც ენაზე ისაუბრა, რაღაცა უთხრა ამ კაცს და ამ ადამიანმა ჩაიწერა. ასე ვთქვა ტრანსკრიფციით რა, რაც გაიგონა ის ჩაიწერა. ხო გამიგეთ, ალბათ მარცვალ, ასო, ბგერა ათქმევინა და ჩაიწერა რაღაცა ტექსტი და არსებობს ეს ტექსტი. მოისმინეთ აბა და დაუკვირდით. თარგმანიც არის. აი ახლა ვინც ტუნ ზარიგონ ტაბიჩარო, ტომორ ფონდა პალიკარო. აფხაინგა გუზა ტოპა, კეპკა პაიეს დოხმანუ. ხო მიხვდით რომ ქართული ენაა? ხო მიხვდით რომ აი ეს წყობა შესაბამისად მარცვლები და ამ შემდეგ ხო ხვდებით რომ ქართული ენაა? ეხლა კიდე ერთხელ წავიკითხავ ამას. ტუნ ზარიგონ ტაბიჩარო, ტომორ ფონდა პალიკარო. აფხაინგა გუზა ტოპა, კეპკა პაიეს დოხმანუ. ესეთი თარგმანი, ეხლა ეს მეგრულს ხო არ აგავს? ხო არ გავს, აი მეგრელი ამას ხო ვერ გაიგებს? ვერც ლაზი ვერ გაიგებს ამას. მგონი, არ ვიცი, აი რამდენიმე მსმენელი იმედია ლაზი მყავს, მე დიდი მეგობრები მყვანან სარბში და ნათესავები და ახლობლები და იქით თურქეთის საქართველოშიც ვიცნობ რამდენიმე ლაზს და თუ მისმენენ მითხრან ეს ლაზური ენაა? ჩემი მეგრელი მეგობრები, რომლებიც დიდებულად ფლობენ ქართულს და მეგრულს, ეს მეგრული ენაა? აი თარგმანი. ვგონებ დამბაჩა არის. აღარ მქონდა პალიკარო. პალიკარო ერთ-ერთი სახეობის ხმალია. იქად პალიკანო ხმალი, ანუ აღარ მქონდა ხმალიო. ამხანაგად გუძა თოფი. მტერს დავაცლი და დავთოხნი. ნახეთ, აი ტუნ ზარიგონ ტაბიჩარო, ვგონებ დამბაჩა, ანუ ტაბიჩარო არის დამბაჩა. ვგონებ არის ზარიგონ, ტუნ არის ალბათ არის. აღარ მქონდა პალიკარო, ტომორ ფონდა პალიკარო. ნახეთ როგორი მსგავსებაა ქართულთან. ამხანაგად გუძა თოფი. აფხაინგა გუზა ტოპა. კეპკა პაიეს დოხმანუ დავხნავო რა, ანუ შესაბამისად ისე გავაგრძელებო, აი ამ ვიბრძოლებო და ისე გავაგრძელებ აი ამ საქმესო. საქმე აი ეს არის შესაბამისად ჭანური ენა, რომელიც მოკვდა გაქრა რა. აი კიდე არსებობს ერთი ქართული ენა. ასევე აი ამ ადგილას კიდე ერთხელ მინდა განახოთ. აი ეს ვრცელი ქვეყანაა. მე სიხარულით დაგემგზავრებით. აქ წარმოვიდგინეთ, ესე ტრაპიზონთადან მიდიხართ შესაბამისად სამხრეთით. იქ არის ჯერ საოცრებას ნახავთ, ეს არის სუმელას მონასტერი. სუმელას მონასტერი და იქ არის როდოპოლისის კათედრა, რომელიც გონიათ საბჭოთა ისტორიოგრაფებს ბაღდადში. და ზიგანას უღელტეხილი და იქ არის ზიგანას კათედრა, რომელიც გონიათ ქართველ საბჭოთა ისტორიკოსებს ოჩამჩირეში. ესეთი უღელტეხილია გვირაბები, საოცარი ბუნება. ზიგანა ქვია იქ 20 რაღაცას. წარმოიდგინეთ ტბას, გზას, ხევს, დაბას, ხეობას. ქვეთნონიმია წარმოვიდგინეთ, რომ აი ზიგანელები ვართ, ადამიანები ამბობენ, როგორც აი მაგალითისათვის რა შევადარო, აი როგორც ქიზიყი არის, თანკახელები არიან და რაღაცა ქვეუბანია და ქიზიყელები არიან, იქ არიან ზიგანელები და ადამიანი ამბობს ზიგანელი ვარ რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა და ასე შემდეგ. გადახვალთ აი ამ უღელტეხილს და იწყება ეს საოცარი, იქიდან წარმოიდგინეთ, რომ იწყება ასე ვთქვათ,
აი აქ ესეთი მთათა სისტემა ლაზიკის მთები და დოგუ კარადენიზლი თურქულა და იმის იქით ამ მხარეს აი აქეთ სინოფისაკენ მოედინება ღალისი საოცარი მდინარე ისტორიული მდინარე აქ არის სათალა დომანა კოვის ციხე საოცარი ქვეყანაა ისეთი რომ აი უამრავი ქართული კვალია რა სახელწოდებების და ასე შემდეგ და მე აქეთ რომ მოდიხარ უკვე აი პაიპერისკენ ზემოსპერისკენ რომ მოდიხარ იქ არის კოსე ლერიონი და ასე შემდეგ სუ აი ესეთი წარმოსადეგი ადამიანები და ხალიბები აი სამწუხაროდ აიხლა 100 წელიწადია 150 წელიწადია მოკვდა ეს ენა და დაიკარგა ეს ენა რა აი ჩემი მეგობარია დიდი ადამიანი, ასეულობით ადამიანი მონათლა, გიორგი ანდრიაძე, მეცნიერი ადამიანი, სწავლული ადამიანი, ქრისტიანი ადამიანი, გმირი ადამიანი, მრავალშვილიანი ადამიანი, მოქართულე, მოლაზურე ადამიანი, შესაბამისად, თან ლაზი, თან ქართველი, თან და იმას აქ შეხება ალბათ 500 ხალიფს იცნობს გამიგეთ და ალბათ 5000 ლას იცნობს და აი მან ეხლა ის დაგვაკვალიანებს თუ არსებობს იქ რაღაცა ეგრეთ წოდებული დიალექტი, ენა და ასე შემდეგ ხალიფებისა და აი ეს უკვე მოგახსენეთ თუ რაოდენ დიდი მსგავსებაა ეხლა ფაქტად რჩება რომ ეს ენა კიდე ერთხელ წაგიკითხავთ რა ტუნზარიგონ ტაბაჩარო ტომორ ფონდა პალიკარო აფხაინგა გუზა ტოპა თოფია კეპკა პაიეს დოხმანუ დავხნავო რა შესაბამისად აი ეს არის ჭანური ენა რომელიც გაცილებით ახლოს არის ქართულთან ვიდრე მეგრულთან მე როგორც ამიხსნეს მე როგორც გავიგე შესაბამისად და ესეთ ქალდეა და აქ რო დაუდო ალექსანდრე მაკედონელმა საზღვარი აზოს ქვეყანას ანუ შემდგომში ფარნავაზისა და ქუჯის ქვეყანას ამას ერქვა ყელი კლარჯეთისა ზღვისპირი და აი აქამდე მოდის ქართლი ანუ 23-22 საუკუნის წინ 20 საუკუნის წინ 19 საუკუნის წინ აქ ქართლია წარმოგიდგენიათ აი ყველა მიცის რომ აქ ქართლია და ადერკის სამეფოა რო ფარნავაზის სამეფოა რო აი აქ ეს ხალხი ცხოვრობს და ასე შემდეგ ეს აი ტრაპიზონამდე არ მისული გაიკარა არის და იქ არის რკინის პალო ეს იყო სამხრეთ დასავლეთ საზღვარი ხო გამიგეთ და მერე უკვე სტრაბონი პირველ საუკუნეში საუბრობს რომ აი მისობისას ესე იგი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 150 წლის წინ არმენიამ წაართვა ჩამოაჭრა იბერიას პარიადრეს კალთები გოგარენა აი ეს ტერიტორიებია რა წარმოიდგინეთ ეს არის ჩამოაჭრა ანუ ზემოსპერი სადაც პაიპერია ხო ხდებით მე ჩამოაჭრა ეს დიაგონალზე ცოტა დიაგონალზე წადით და მოდის ეს ქვეყანა ლორემდე აი ლორემდე მოდის ეს ქვეყანა და არც ერთ შემთხვევაში ეს ქვეყანა ჩამოჭრილი ტერიტორიები როგორც სამწუხაროდ ხაზავენ არ მოდის ართვინამდე და არ მოდის ბათუმამდე და არ მოდის ხულომდე და ასე შემდეგ აი ეს ნაწილი ჩამოაჭრა ანუ ამის ისტორია არსებობს ანუ ეს არის მეორე ერთ-ერთი ეს არის მეხუთე ქართული ენა მესხებსაც ხო ექნებოდათ ქართული ენა მე აქ ცხოვრობენ შესაბამისად უამრავი დიდი და პატარა და საშუალო აი აქ 24 საუკუნის წინ რო გაიარა ქსენოფონტემ აღწერა აქ ხალხი ქარდუქნი ყველა ითვისებს ახლა ამას კარგად გამიგეთ ქურთებიც ითვისებენ სომხებიც ითვისებენ და ასე შემდეგ მოდით ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ უკვე დიდი ივანე ჯავახიშვილის სიტყვებს რომ აი დიდი ივანე ჯავახიშვილი აქ ვის ფიქრობს, რა ხალხს ფიქრობს და ასე შემდეგ უკვე კონკრეტულად სვანებზე ვისაუბროთ, აი სვანურ ენაზე და სვანურ მოძრაობაზე, აი სტრაბონიც ვახსენოთ, აი ქარდუქისადაც ვახსენეთ რა. თქვენ იცით ეს ადგე, მოდით ჯერ წაგიკითხავთ ივანე ჯავახიშვილის აზრით ქალდეაში. უკვე გითხარით რომ ქალდია, პირველი ქალდია ეს არის კარდუ.
აი აქ არის კარდუს მთა, არარატის მთა და პირველი საცხოვრისი სანამ დაიშლებოდა და სანამ წავიდოდნენ ბაბილონის სამშენებლოდ, აი აქ ცხოვრობს და აი აქ ვითარდება. ვანის ტბის გარშემო ტერიტორიაზე ვითარდება პირველი ქალდეა. ვანის ტბის მაღლა, სევანის ტბის დაბლა, სადაც დღევანდელი ბასიანია, სადაც დღევანდელი კარია, კარნუა, ყარსია, მუშია და ასე შემდეგ. ივანე ჯავახიშვილის აზრით ქალდეაში ტიგროსისა და ევფრატის აუზში ვანის შემდგომ ვანის ტბის გარშემო ქართველები და ფრჩხილებში სვანები სახლობდნენ. ივანე ჯავახიშვილი ამბობს, რომ აქ სვანები სახლობდნენ. ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნეში შუამდინარეთში ისინი ასურელებმა შეავიწროვეს და მდინარე ღალისის და ვანის ტბის გარშემო დამკვიდრდნენ. ესე იგი რაღაც დონეზე ამოვიდნენ, აი აქ მე წეღან რომ ვახსენე ღალისი, აი აქ მაცხოვრებელი სვანები ამოვიდნენ აი ამ ტერიტორიაზე უკვე. წარმოგიდგენიათ ხო, როგორი არის პირველი მათი მოძრაობა. მეორე მოძრაობასაც, მეორე ადგილმდებარეობასაც გეტყვით მე ცოტა ხანში. შესაბამისად ივანე ჯავახიშვილი და გორგიძე. ქართველი ერის ისტორია, გვერდი 20. ასევე სვანები ურმიის ტბის გარშემო ცხოვრობდნენ. ამას ფაქტობრივად ამტკიცებენ ნიკომარი, მოსე ჯანაშვილი, ლენორმანი, სეისი, მასპერო, ხომელი. აი წარმოიდგინეთ, სადაც ურმიის ტბა არის, აი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენო სვანები, ამბობენ ეს მეცნიერები რა. ანუ სადაც იბადება კაცობრიობა, სადაც იბადება და აი სადაც ცხოვრობს ნოეს ოჯახობა, წარმოგიდგენიათ 50 საუკუნის წინ, ვისაც ბიბლიის ჯერა ეხლა, ვისაც ბიბლიის არ ჯერა და ზეზვაისტია, თავი დაგვანებოს ან უჩუმრად მოგვისმინოს რა და ვისაც ბიბლიის ჯერავს და ბიბლიური გეოგრაფიის ჯერას, შესაბამისად იმ ადგილებში, ესე იგი 48 საუკუნის წინ რო იყო ბაბილონის გოდოლი, აი 48 საუკუნის წინ 45, 44, 53, 42 საუკუნის წინ აქ სვანები ცხოვრობდნენო. აი ნიკო მარმა და ლენორმანმა სწორედ სვანური ენით გაშიფრეს ვანის ტბის გარშემო კედლებზე არსებული ურარტუს მეფე არგიშტის ჩვენ წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში არსებული წარწერები, ანუ სვანური ენის საშუალებით გაშიფრესო. ნიკო მარი მოგზაურობა სვანეთში, გვერდი 6-8 და 34. ნიკო მარი არგიშტის სახელს წმინდა სვანური ენით ხსნის. არგი არის ოჯახიო და არგიშტი ნიშნავსო საოჯახოსო, მეოჯახესო. აი ამ წიგნის, სადაც ეს ცნობებია მოკრებილი და სადაც ეს წყაროებია წარმოდგენილი და დადასტურებული, ქვია მუშვანთა ქვეყანა მაიზერ ჩანქსელიანი, გაახაროს ღმერთმა და ალბათ მისი ნათესავი ან ოჯახის წევრი თაკო ჩანქსელიანი. ეს წიგნი მოსაპოვებელია, ძალიან მაინტერესებს. თუ ვინმეს გაქვთ, მათხოვეთ, ძალიან დამავალებთ. ეხლა ნახეთ რა ხდება, ძალიან საინტერესო რაღაცა რა. ეს ეხლა ყველამ იცით რა, ყველამ თუ კი არ იცით, უпростоრედ ძალიან ბევრმა არ იცით და ზოგმა იცის მარტო და რაღაცნაირად აი დაფარული თემასავით არის რა. დაფარული თემასავით არის ის მომენტი, რომ ურარტუ ძალიან კაი სახელია, რაზეა საუბარი ხლა. მაგრამ როგორ ჩვენ ვიღაცა გვეძახის, კარგად გამიგეთ, აი ვიღაცა გვეძახის მაგალითისათვის ჟეორჟიენ, ხო და ვიღაცა ჩვენ რომ ფრანგი რო შეგხვდება, ან შვეიცარიელი რო შეგხვდება, იმას ვეთქვით რომ ხო ჟეორჟიენ. მაგრამ ჩვენ ხო არა ვარ ჟეორჟიენ, გამიგეთ? ზუსტად ანალოგიურად კაცი არ ურარტუ თავის თავს არ ეძახის ურარტუს. თავის თავს ეძახის ბაიანილი. წარმოგიდგენიათ, აი ესეთი სახელია და აქ არ შეიძლება რომ არ დაინახოს სიტყვა ვანი. ანუ ვანელები არიან, ვანელი, ბაიანილი, ეხლა ეს აი შესაბამისად ვანელი და აქ არის კიდევაც ვანის ტბა. ეხლა ეს რო ვანის ტბაა აქა და ეს რო სევანის ტბაა.
როგორ შეიძლება რომ კავშირი არ ქონდეს ამ ორ ტოპონიმს, ხო? ამ ორ იმას და არა, გადამწყვეტად, აი ბოლო წლებამდე იყო ესეთი გადაწყვეტილი აზრი, რომ დიდებული ტაძარი დგას ვანის ტბის სანაპიროზე, შავი ქვით არის აშენებული და ეს სევანკ ნიშნავსო შავ ეკლესიასო და იმიტომ ქვიაო იქაურობასო და ასე შემდეგ სევანიო და ამას ეხლა ვანის ტბა ქვია და ნუ ეხლა ხან ზღვა ქვია, ხან ტბა ქვია, ბზუნიკის ტბა, აბახუნიკის ტბა, ასე შემდეგ ზღვა, ვანი. და ანუ ეს სხვადასხვა სახელებიაო, სხვადასხვა, აი როგორც ეხლა მაგალითად ზღვარი აი ვანი და ზემოვანი რო ვთქვათ, რომ ეს სხვადასხვა არის, ერთმანეთთან არავითარ არ იკავშირებს, მარტო იმიტომ რომ იმას ზემოა წერია. და მე აღმოჩნდა აქ ესეთი ფირფიტა რა. ფირფიტა ლურსმნული და დამწერლობის ფირფიტა აღმოჩნდა, რომელიც დაწერია სიტყვა სუანია. აი ესეთი სიტყვა წერია, აი სუინია. ესო ნიშნავსო წყალსო. და აი წყალიო კიდე ტბას ნიშნავსო რა, ტბას და დავიწყეთ ზებნა ეხლა, კარგად გამიგეთ. ჩვენ ისეთი მიმდობი ხალხი ვართ და სუანია კი არ ქვია წყალს. შუ ქვია წყალს, გამიგეთ? შუ, ანუ სუ, ან შუ, ან სუ, ან ორივე ერთად რა, შუ. და ეს სუ იმის იქით რო არის კიდე სუანია, ის დაკარგულია რა. ნუ ერთ სიტყვით და ესო წყალი რა და აი წყალიო და ბაიანი ვანური სიტყვა არისო, ურარტული სიტყვა არსებობსო და იმიტომ ქვიაო აქაურობასო და ამ დროს ფაქტად რჩება რომ ნაპოვნ-ქვას აწერია ჩვენთვის ესეთი საინტერესო ფრაზა სუინია. ხო ნიშნავდობლივია. ეხლა აქამდე ყველა მიცის, ეხლა იგი ძალიან კაი მეცნიერი კაცია ჩემი მეგობარი. ერთ-ერთ გადაცემაში იყო ჩემთან მივესალმები აქედან გიორგი მაისურაძეს და ეგრევე ახსენა რომ აი ორი სიტყვა არისო ურარტულ ენაშიო არწივს ნიშნავს და იქაც არის არწივი, აქაც გვაქვს არწივი და ერთ-ერთი მეომრის ცხენსაც ერქვა, ერთ-ერთი მთავრის ცხენსაც ერქვა, როგორც მაკედონელის ცხენს ბუკეფალა ხო და აი არწივი იქაც არისო და ასევე ყირა უკუღმას ნიშნავს, ყირამალა ეს ორი სიტყვა არისო და ნახეთ ეხლა არის ესეთი სიტყვა ავანი. მე დავიწყე ამის ეხლა ამას აქში და ამ ეპოქაში რომ ვანურ, ბაიანურ ურარტულ იმას დავიწყებ და კარგად გამიგეთ ინტერნეტი დიდებული საშუალებაა, მაგრამ ინტერნეტით რა, აწი უნდა მოიპოვო წიგნები. ავანი ყოფილა დაბა, ვანი და ვანი ურარტულათაც შესაბამისად და მეუფე ანანია ამბობს ეხლა უამრავი ჩვენთან რო არის უამრავი ვანი. ეხლა ყველა მიცის რომ ერთის იმერეთის ვანია, გამიგეთ და იმერეთის ვანის გარდა სადაც ეს დიდებული საბადო კი არა, არტეფაქტებია, ოქროსი აღმოჩენილი და ოქრო მრავალი ქვეყანაა გეთანხმებით, არტეფაქტებით და არა საბადოებით, შესაბამისად, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ვანი არის სოფელი ვანი და დაბა ვანი და ასე შემდეგ არის ხარაგაულში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ცაგერში, თრიალეთის ზეგანზე, იმერეთში, აი სადღაც სავანე, ზემოვანი, ფარავანი, ჩვენთან ხო უამრავი ვანი რა, ეხლა ყველას გაახსენდება რომელიმე ვანი, ჩოხატაურში ხიდის თავთან არის ვანი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ხო და იგივე აი სადაც ართვინის ვანია, ართავანი არის, აბა უამრავ წყაროშია. და ასე შემდეგ იქ არის ვანის ქედი, ვანის ციხე, ვანის მთა, ვანი უამრავია, ხო და ძალიან ასევე უამრავი არის სომხურში და მიტროპოლიტიანანი ამბობს რომ ეს არის ქართული ენის კვალი, ქართული ენის დარჩენილი, აი უძველესი ქართული ენიდან გადასული სომხურ ენაშიო, გამიგეთ და აი ურარტულშიც რა. ავანი, მე აქ არის შესაბამისად ავანი დაბა, ანუ ქვეყანა და ჩვენთანაც არის კერა, სოფელი, ვანი არის შესაბამისად დაბა, დავანების ადგილი, დასახლების ადგილი, კერა, ფუძე. კარ და ქარ ყოფილა მფლობელი და ქარნი ვართ ჩვენ.
ქარ ძალიან საგულისხმო სიტყვა. ეხლა მე ერთი დიდი ადამიანისგან ვიცი, რომ ის ამბობს, რომ ის ქარ სულნი არიან და სულნი ვართო და ქარ, ქორ, ასე შემდეგ, ესა ჩვენი ეთნონიმია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ძიება. ქრ და კრ ყოფილა ქვეყნიერება, წარმოგიდგენიათ ურარტულად რა. ეხლა მარები ერთ-ერთი ქართული ტომია, ერთ-ერთი ეგენიც ქართველები არიან, აი წეღარო ვამბობდით. დიდი შანსია, რომ კიდე უამრავი ენა იყო ქართული, უამრავი ენა იყო ქართული. მე არ მინდა ეხლა რომელიმე წინ დავაყენო და უკან დავაყენო, მაგრამ უძველესი ენა ეხლა დაიკარგნენ, რომ ვამბობ, აი 4, 5, 6, 7, 10, 12, 15 საუკუნის წინ დაიკარგა, ეჭვგეპარება უამრავი 40 საუკუნოვანი ქართული ენა. დიალექტი მაინც. ბაიანილი და მუში, რაც ძალიან საგულისხმო ყოფილა. მუშ ნიშნავს ერთგულს. სვანი ხო მუშვანია და მუშვაი ერთგული, წესიერი, სამართლიანი ქვეყანა. მუშვანი. აი მუშ ყოფილა ერთგული. ური, ხო არის ეხლა ქალდეას ურია ისა მაგალითისათვის და ყველას გონია რომ ეს ური არის ისეთივე ეთნონიმი როგორც მაგალითისათვის აი თბილისი ან მცხეთა ან გორი და ასე შემდეგ აი ური ერქვა იმ ქალაქს რა ეს ქალაქის სახელწოდებაა დაბის სახელწოდებაა ქართულშიც ბერძნულშიც უამრავგან რა და ეს ქალდეის ერთ-ერთი სოფელია და ეგეთი ური როგორიც შესაბამისად არის მოხსენიებული უამრავ ქალდეურ წყაროში არის კიდე 50 და საქართველოში კიდე რამდენი ურია წარმოიდგინეთ ურეკი, ურაველი, ხაშური, სურამი, ამბროლაური, ჩოხატაური, მახინჯაური, ასე შემდეგ რამდენი ურია წარმოგიდგენიათ ეს უძველესი იქაური სიტყვები და აი ეს სვანები მერე ხო ახსენებს დიდი ივანე ჯავახიშვილი ვალდებული ვართ ვენდოთ და გავიზიაროთ ხო მისი და ასე შემდეგ და ვაკრიტიკოთ კიდევაც ვალდებულები ვართ მაგრამ ამბობს ეს დიდი ადამიანი ერის მამა და მერე წარმოიდგინეთ ამის მერე კიდე ახლა მე-13 საუკუნემდე მე-13 საუკუნეო ჩვენ წელთაღრიცხვამდეო და მერე წარმოგიდგენიათ მერე კიდე ხო მოდიან იქ ტიგლათ ფილასერები და რუსა 1 და რუსა 2 და ასე შემდეგ ხან ურარტუ მოდის ურარტუელები სხვა ენაც არის რაზეა საუბარი ახლა ორი აზრი არსებობს რომ ესე მარტივად ქართულს ვერ იგებს და როგორც ჩვენი ქართულია სრულიად დამოუკიდებელი და არც ერთ ოჯახში არ არის რა ენობრივ ოჯახში აი მარტო ეს ჩვენი ოჯახია ქართული მეგრული სვანური ლაზური ისე არც ერთ ოჯახში არ არის რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს ანუ ინდოევროპულში არ არის მაგის თქმა მინდა უანალოგოა ურარტული ეს ვანების ენა ხო გამიგეთ რის თქმა მინდა და აგე ამბობენ ადამიანები რომ სვანური ენით გაშიფრავო ეს წარწერებიო და ყველაზე ძალიან სვანური გავს ამას გამიგეთ და ჩემი მოკლე ცოდნით რა ასე ვიტყვი ეს ვანები სვანები აი ეს მუშწესიერი ერთგული გმირი საოცარი ადამიანები უძლიერესი კოდით ულამაზესი ადამიანები ჩვენი ქვეყნის გადამრჩენები და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მცველები ხო აი რა ყველა მთა დაიცალა და მათ საოცრებები გააკეთეს და მთა გადაარჩინეს ნეტა ისევ 1 მილიონი იყვნენ და ისევ 2 მილიონი იყვნენ ამას რა მალაპარაკებს იცით ისევ 1 მილიონი და ისევ 2 მილიონი რომ აი სტრაბონი ამბობს რომ უკვე აი აქ სადაც კაჭკარია და სადაც აი ეს რომ თავდება ლაზიკის მთები. აი სტრაბონი თავის ეპოქაში აი აქ აღწერს სვანებს. კარჩხალის მთებში, კაჭკარის მთებში, ბარში, მთაში, ნახევარმთაში, წარმოგიდგენიათ აი ამ რეგიონში. აი ამ რეგიონში აღწერს სვანებს. და მერე შესაბამისად, აი ანუ პირველი საუკუნის მერე მიწყება კიდე ერთი დიდი უბედურება ზოგს გონია ჩვენი მეგობრები და მეზობლები ბიზანტია და ხოცვაჟლეტები ჩაატარეს აქა იცით ეგ თქვენ ახლა მაგალითისათვის აი მეუფიანანიას გეოგრაფიით და მეუფიანანიას რუკებით და ასე შემდეგ აი აქ შემოვიდნენ აი სადაც ღევანდელი გურია და მან ცხოვრობდნენ აი სადაც სუფსაა მან ცხოვრობდნენ აფშილები
და მისიმიელები, აი ეს მისიმიელები ცხოვრობდნენ სადღაც აი ჩოხატაურის ადგილას, ხო ხდებით, აი მაგის დაბლა სადღაც სამტრედიის ადგილას, აი ამ ფერდზე და ასე შემდეგ და ეს მისიმიელები ქრისტიანიერი ამოწყვიტეს მე-6 საუკუნეში. სასწაული ჯოჯოხეთური ამბებია აღწერილი იმათ მწერლობაში, იმათ ხალხში, პროკოფი კესარიელის გადმოცემებია, რომ აი თქმაც არ მინდა რა პატარა თოთო ბავშვებს როგორ ხოცავდნენ და ასე ამოწყვიტეს ეს ერი, ხო გამიგეთ რის თქმა მინდა და აი აქამდე შემოიჭრნენ მურვანყრუს ეპოქამდე იყვნენ აი დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე და იმის ესე სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით იყვნენ, რაც მართალია და ნამდვილად არ ყოფილა ბიზანტიური ეკლესია, დედასფიცა ვარ თუ დარწმუნებული არ ვიყრი ამას და თუ რამე მალაპარაკებდეს ცოდნის გარდა რა ობიექტურობა და ამ სფეროში დასაცავი ნამდვილად არ ყოფილა ბიზანტიური კათედრა არც ოჩამჩირეში, არც ზუგდიდში, არც ბაღდადში, არც ფოთში და არც ქობულეთთან რა. ნამდვილად აი აქ იყვნენ დაახლოებით 150 წლის განმავლობაში, ვიდრე მურვანყრუს ეპოქა, შემოსულები, აი შემოიჭრა იუსტინიანე დააფუძნა კათედრა, ეგონა რომ მუდამ დარჩებოდა და 150 წელიწადში კვალი აღარ დარჩა აქ. შესაბამისად, აი ამ შემოჭრას უკვე ლაზიკის დიდი ომებისას და აქედან სპარსები მოდიან, წარმოიდგინეთ და აქედან აი ესე მოყვა ალბათ უკვე სვანების იქაც ცხოვრობდნენ დიდი შანსია და იქაც საფუძველი აქვთ. სადაც მაგალითისათვის მესტია, იქაც ცხოვრობდნენ. ეს გრანდიოზული ერი იყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 100,000-ობით, 10,000 და 20,000 კი არა. 100,000-ობით, 200,000 მარტო ჯარისკაცი გამოყავდათ, სამხედრო გამოყავდათ. ეხლა ალბათ ყველა მიდიოდა, ყველა გმირი იყო 2000 არ არსებობს, მაგრამ აი ყველაც რო წასულიყო, ხო, მოხუცი, ბავშვი და ქალი და დავრდომილი და დაჭრილი ხო ვერ წავიდოდა, კარგად გამიგეთ და ეს იმას ნიშნავს, რომ 9 მილიონიანი და 1 მილიონიანი მეტი ერი იყო სტრაბონის ეპოქაში. გრანდიოზული ერი. აი ეს შესაბამი მე ვფიქრობ, რომ აი ეს ხალხი ესე ამოვიდა და დასახლდა აქ ამან და შესაბამი ან ცხოვრობდნენ აქ მაგალითისათვის და რაც შეეხება ეხლა მეგრელებს და მეგრულ ენას რა, აი უკვე დიდი ბოდიში, აი ესე გამიგრძელდება ხოლმე საუბარი რა. ჰეროდოტე და ეს ძველი ავტორები, კარგად გამიგეთ, აქ იცნობენ ერთ ქვეყანას კოლხეთს რა. და აი ეხლა ჩემი ოცნება არის, რომ გაგრძელდეს დიდნაურის გათხრები, ეს რა სასწაული რამე ვიპოვეთ. და თვითფრინავი რო გაფრინდება და რო დაჯდება იმ ხელა ტერიტორიაზე, წარმოიდგინეთ 30, 40, 60 სხვადასხვა ცნობებს ამბობენ ჰექტარზე არის გადაჭიმული დიდნაური და აი მანდან რო ამოვა ცნობები. თქვენ ნახავთ რომ აქ კოლხეთს თუ არ იპოვიან რა და კოლხური ცულები ხო პირიქითა კავკასიაშიც არის ნაპოვნი და კოლხური კულტური, კოლხური იარაღები და კოლხური დაკრძალვის წესები და ამავდროულად ერზრუმშია ნაპოვნი და კასპში და ცხინვალში და ვდვალეთში და მცხეთაში და ასე შემდეგ და თუ აქ მაგათი არა ვაჭრობა იყო. ვაჭრობა კი არა, ცხოვრობდა იქ ერთი და იგივე ხალხი ცხოვრობდა, ეს სუ კოლხეთი იყო. სუ ეგრისი იყო, სუ მეგრელები იყვნენ, კარგად გამიგეთ. აი მე ქართველი ვარ, შემოგევლოთ ჩემი თავი, მაგრამ ამისი ეხლა ლოგიკური დასკვნამდე მივედი, ესე რომ დღესაც კი ჩვენ მთელი მსოფლიო გვეძახის გრს. მეგრელს გვეძახის, ნებისმიერ ეხლა მაგალითისათვის ჯეორჯიან ვიღაცამ რო სრულიად აბსურდი თქვა, რომ ეს არის მიწათმოქმედი ხალხი და მიწათმოქმედი იყო ყველა აბსოლუტურად მიწათმოქმედი იყო დედამიწაზე. უბრალოდ ჩვენ ის უპირატესობა გვქონდა, რომ ლითონს ვამუშავებდით და უფრო მარტივად ვამუშავებდით, თორე ისინი არ ელოდებოდნენ, ეგვიპტელები მიწასთან არ მოელოდნენ ნაყოფს 40 საუკუნის წინ და 45 საუკუნის წინ. თქვენი გამკვირვებია. ჯეორჯიაც გრა, ხეორხიაც გრა, გრუზინ, გურჯან, გურჯი, გრ და ეს შესაბამისად და ზუსტად იგივე რაც არის მეგრელი და მარგალი. გრ და რგ არის შესაბამისად ჩვენი სახელწოდება, ხო?
აი ეს მთელი თავიდან ბოლომდე იყო შესაბამისად კოლხეთი და აი აქ იყო პირველი ქალდეა. აი აქ იყო ქართლი. ხვდებით ხო რითქმა მინდა. არ იცნობს იბერიის ყოფნას აქ არავინ, არც ჰეკატე მილეტელი არ იცნობს, არც ჰეროდოტე არ იცნობს და ასე შემდეგ აქ რო ჩამოთვლის ქვეყნებს, მაგალითისათვის სასპირებიო იბერები არიანო. სასპ როგორ შეიძლება რომ იბერი იყოს, კაცო, მაგათი გამკვირვებია, ვინც ამას ამბობს. აქ შესაბამისად აი ესე რო ჩამოთვლის კოლხეთი, უამრავი ამბობს რომ კოლხეთი არის კერასუნთადან კარდუს მთამდე, არარატის მთამდე, აი ესე ჩამოთვლიან აი აქედან ბოლომდეო, სულ იყო 40 საუკუნის წინ, 35 საუკუნის წინ იყო კოლხეთი. და შესაბამისად 23 საუკუნის წინ აი აქედან, სადაც აბრაამი დაიბადა, სადაც ვახტანგ გორგასალმა მე-5 საუკუნეში დედა დატოვა ქალდეას ურში, სადაც აბგარ მეფე ცხოვრობს პირველ საუკუნეში, აქ იყო არიან ქართლი და აი აქედან არსენ ბერი გენიოსი ადამიანი რა. ერთი ვერსია რო ეს არსენი ყალთუელი, ნუ ერთი თქვით არსენ ბერი წერს რომ ჩვენო დღესო არიან ქართლელთა ენაზე საუბრობთო. იქ სადაც არის ასური. ხვდებით ხო? პირველი ენა იყო ასურებრი. ეს არ არის ასურული, ეს არის ასურებრი. აი რომელ ენაზეც საუბრობდა, აი ხო ააშენა მაგალითისათვის რაღაც ქალაქები, მაგალითისათვის ნებროთმა. იქვე არის ნახსენები ბიბლიაში, რომ ქალაქები ააშენა ასურმა. ასური ჯერ კიდე ფუძე ერის კაცია. ასური, ნებროთი ჯერ კიდე ფუძე ერის კაცია. ებერი, ფუძე ერის კაცია, ესენი ყველანი აბსოლუტურად და აი აქედან ამოდის ის ქართული ენა, ეს თავანკარა იმ სამყაროდან ამოდის, სადაც აი შესაბამისად აი სადაც მე აი აქ ქარდუქია ნახსენები, გორდიენია ნახსენები, კარდუა ნახსენები, ყველანი ეს სიტყვები სულ ერთმანეთის მსგავსია. აი აქ იბადება ქართლი და აი აქედან ამოდის ალბათ 23 საუკუნის წინ არიან ქართლის ხალხთან ერთად ეს ენა, რაზედაც ახლა მე ვსაუბრობთ. ხოლო რაც შეეხება რაზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ხოლო რაც შეეხება შესაბამისად ლაზურს, რომელიც ფაქტად რჩება, რომ კი ძალიან გავს, რაზეა საუბარი, ძალიან გავს მეგრულ ენას, მაგრამ ლაზური ენაც მეგრულისგან განსხვავებულია. მე პირადად მქონდა ამისი საშუალება, რომ აი სენაკელი და ზუგდიდელი მეგობრები წავიყვანე არდაშენი არის აი აქ არდაშენი, სადაც მორთულა იყო, სადაც ფირტინას აფსირტეს ხალი ჩამოდის, სადაც ფინდიკლია და ასე შემდეგ, სადაც ძალოწარი ლაზები ცხოვრობენ, ძალიან კარგი, აი ფუძე ლაზეთია, არდაშენი, ვიწე, არქაბი და ასე შემდეგ და ვერ გაიგეს. აი წარმოიდგინეს რაღაცა სიტყვას იპოვნიდნენ ის რომ ერთმანეთისთვის გაეგებინებინათ, ეს არ იყო ასეთ. ლაზეთი შესაბამისად კიდე აი აქედან არის ლაზიკა იქ სადაც დღევანდელი სენაკი არასოდეს არ ყოფილა. არასოდეს არ ყოფილა, ლაზიკა იყო აი აქ. აი წარმოიდგინეთ ზღვის სანაპიროზე და იქ სადაც დღევანდელი სამეგრელოა, მან ლაზიკა არასოდეს არ ყოფილა და აი ლაზური ენა შესაძლოა გამომდინარე აი ამ ექსპანსიებისაგან და ბრძოლებისგან და ასე შემდეგ, აი სადაც აღმოსავლეთ მესხები მიწერია აი ამ ადგილას, შესაძლოა აი სადაც ერზინკა არის, სადაც ზემოსპერია და ასე შემდეგ, აი ამ ტერიტორიიდან იმის დაბლა უფრო, აი სადაც ერზინკა არის, სადაც აი კაბადოკიის აღმოსავლეთია, იქიდან ამოსული ხალხია 27, 28, 29, 30 საუკუნის ექსპანსიების დროს ხოლე. რაც შეეხება სვანებს, აი აქედან არიან მოსული და ესე ვიკრიბებით მცხეთაში. ვიკრიბებით აი ამ ქვეყნიური სამოთხის ადგილას რა. ამ ქვეყნიური სამოთხე გეოგრაფიულად დადგენადია, სასწაულ ცნობებს იძლევა მასზე
მოსე დაბადებაში მერვე მე-14 მუხლებში მეორე თავში მერვე მე-14 მუხლებში და ჩვენი კვლევით, ჩემი და გეგას კვლევით და თავგანწირული შრომით და 20 ბიბლიის თარგმნით და ერთმანეთის შეპირისპირებით და ასე შემდეგ დავადგინეთ, რომ ამ ქვეყნიური სამოთხე არის ჭოროხის სათავეში, იქვეა ევფრატის სათავე, იქვე იყო როგორც პროკოფი კესარიელი წერს. პროკოფი კესარიელი წერს, ვიღაც გამლელი კი არა, კაცო, ისტორიის მამა. იქვე იყო ტიგროსის სათავე და იქვეა დღეს არაქსის ერთ-ერთი მკვებავი და ეს არის შესაბამისად წამობრძანდით, ეს არის ბაგრატიონთა მამულში ეს ადგილი, ტაფობია, აქეთ მესხეთის მთა არის, აქეთ ფაშის მთა არის, სოფელი ფაშაკი არის იქა, აქეთ ხელმარჯვნივ ამ ადგილიდან აღმოსავლეთით გიაურის ქედია, გიაურდაგი და გიაურის ქედთან არის ქართლის ყელი, ანუ გურჯი ბოღაზი, საქართველოსკენ მომავალი გზა. ეგ ისეთივე საქართველოა, ისტორიულად და კაცობრიობის ისტორიაში, როგორც ნებისმიერი ადგილი საქართველოში, როგორც ჯავახეთი და როგორც მაგალითად იმერეთი და როგორც მაგალითად ქართლი და კახეთი. აი ეგეთივე საქართველოა. და ამოვა უამრავი წყარო. მე ახლა რაღაც დონეზე ხერხემალი გითხარით, კიდე რეზიუმესავით რო გავაკეთო რა. მე ვთვლი, რომ აი მთელი ეს დღევანდელი კავკასია, აი დღევანდელი კავკასია თურქეთის ტერიტორიაზეც არის ძალიან ძალუმად წარმოდგენილი, მაგრამ აი მთელი ეს კავკასია იყო კოლხური, ეგრისული, მეგრული ენით დასახლებული ხალხის ქვეყანა. სვანები შესაბამისად ალბათ ცხოვრობდნენ აქ რაღაც რაოდენობა, მაგრამ აი უეჭველი არიან მაინც ესე ტალღასავით წამოსულები, აი როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი წერს და ისევ ვიმეორებ მე 27, 28, 29 საუკუნის ურარტუსა და ასურეთის ექსპანსიებისაგან ამოსულები არიან და ესე არიან მოსულები აქა ესენა და ალბათ 1-3-4 ქართული ენა კიდე დაკარგულია და ეს ყველანი ფუძეენის შვილები არიან. ეს ყველანი ფუძეენის შვილები არიან და აი უნდა გავბედო ეხლა და ხმამაღლა უნდა თქვა, ალბათ კი არა უეჭველი ამენაზე საუბრობდა აბრაამის ოჯახი და აბრაამის მაღლა ფუძეენაზე ძალიან მონათესავე იქნებოდა მისი ენა ქართულთან. აბრაამის ოჯახმა ორი თაობის მერე დაიწყო სხვა ენაზე საუბარი, როცა ისრაელი ჩნდება, ანუ იაკობი. ამ ენაზე საუბრობდა ნებროთი, ამ ენაზე საუბრობდა აი ეს ფუძეერის ქვეყანა, კიდე ერთხელ შემოვხაზავ, აი ეს არის ფუძეენა, ფუძე ქვეყანა. დანარჩენები ყველანი გასულები არიან და ჩვენ ისევ აქ ვცხოვრობთ, აი ეს 3 მილიონი ადამიანი და ღმერთმა გაგვამრავლოს, ღმერთმა გადაგვარჩინოს ჩვენი ენა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. დიდი მადლობა ყველაფრისათვის. თუ რამე შემეშალა მომიტევეთ, შენდობას ვითხოვ, ღმერთმა დაგლოცოთ.